სწორედ ეს არის ახლა მთავარი კითხვა, გაიხსნება თუ არა ხვალ თავისუფალი მედიისთვის საპატრიარქოს კარი, რომელზეც ამ დრომდე პრინციპში ოფიციალური პასუხი არც მედიის წარმომადგენლებს და არც ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარს არ აქვს. ის ხვალ ზუსტად 2 საათზე არის დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, თუმცა ის ამჯერად ნამდვილად აპირებს მივიდეს საპატრიარქოში, თუმცა აქვს კონკრეტული მოთხოვნები და სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ დოროთე ყურაშვილი აპირებს გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც ნეობის კომისიის წევრებს მასთან მიმართებაში აქვს. პირველი, რაზეც სასულიერო პირი საუბრობს, არის შემდეგი, ის ამბობს, რომ ეს ხდომა უნდა იყოს საჯარო, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და შესაბამისად მისი სურვილი არის, რომ ყველა მოქალაქე მიცოდეს თუ რა კითხვები ექნებათ ხვალ კომისიის წევრებს სასულიერო პირთან მიმართებაში და ასევე ის ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხვალინდელ კომისიას დაესწრონ მედიის წარმომადგენლები, თავისუფალი მედიის ჟურნალისტები, რომელთა მედიებში გაკეთებული განცხადების გამო არის დაბარებული არქიმანდრიტი ხვალ მესამედ უკვე საპატრიარქოში. თუმცა პრინციპში ამ მთავარ კითხვაზე უკვე პასუხი ნაწილობრივ ვიცით. მამა ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ არ დაესწრებიან ამ კომისიას არც სხვა პირები და არც მედიის წარმომადგენლები, რადგან ის ამბობს, რომ ეს არის დაუშვებელი და ხვალინდელ კომისიას მხოლოდ და მხოლოდ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დაესწრება. აუცილებლად მივალ. მე ჩემი პირობები მაქვს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ მათ აქვს უფლებები, მაგრამ ესე არ არის, მეც მაქვს ჩემი უფლებები, მაქვს ჩემი პრეტენზიები, მამა ანდრიას მიმართებაშიც და სხვების მიმართებაშიც. ამიტომ კანონში გვიწერია ჩვენ, რომ მოწინააღმდეგე დაინტერესებული პირი არ შეიძლება კომისიის წევრი იყოს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. ის უნდა იყოს ჩემსავი დაბარებული ჩემთან ერთად და მე მას პასუხი უნდა მოვთხოვო ცილის წამებაზე, რომ მე მოძალადეს მეძახის. მე უნდა შემიყვანონ შემიშვან თქვენთან ერთად და საჯარო განცხადებებზე რა თქმა მომთხოვეს პასუხი, საჯაროდვე უნდა გავცე პასუხი და საჯაროდვე უნდა გამამტყუნონ. კომისიის ხდომა ხვალ ზუსტად 2 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებს კომისია დოროთე ყურაშვილის მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში კომისია შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო პირი არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ამ ზნეობის კომისიაში, რადგან ამბობს, რომ ყველა ის კითხვა, რომელიც კომისიის წევრებს აქვს, ისედაც არის საჯარო პასუხები მისი მხრიდან, თუმცა როგორც მამა ილია ჯაღმაიძის, უпростоრედ მამა ანდრია ჯაღმაიძის პოსტიდან ჩვენ გებულობთ, ის არ აპირებს, რომ ეს ხდომა იყოს საჯარო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხვალ დოროთე ყურაშვილი ნამდვილად არ იქნება მარტო საპატრიარქოსთან, სხვადასხვა სასულიერო პირებიც აპირებენ მივიდნენ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე და არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე. მამა ილია აპირებს, რომ შევიდეს შიგნით, რადგან ის ამბობს, რომ მამა დოროთეს მსგავსად ისიც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს და შესაბამისად მისი დაბარებაც მნიშვნელოვანია ამ კომისიაზე. ვნახოთ, საინტერესოა ხვალინდელი დღე როგორი იქნება კომისიის გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არა სხვა სასულიერო პირებს მაინც შევიდნენ შიდა სივრცეში და გაიგონ ის კითხვები, რომელიც მათ აქვს სასულიერო პირებთან მიმართებაში. ჩვენ მამაოსთვის არც გვიკითხავს ეს ის პოზიცია ჩვენი, ჩვენ თვითონ გვინდათ მივიდეთ, იმიტომ რომ იმ ბრალდებებზე, რა ბრალდებებზეც მამაოს იბარებენ, ჩვენც იგივეს ვხადაგებთ. თვითონ ბრალდებებს უყენებს აქეთ მამაოს და ის რომ მამაოს იქეთ კითხვები აქვს, ეს იგი კითხვები რა არ დასვას, ამიტომ ჩვენ მივდივართ, დაგვისვან კითხვები, გავცემთ კითხვებზე პასუხს და ჩვენ დასმულ კითხვებსაც გასცენ პასუხი. აი ეს არის სამართლიანობა. გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ნახავთ ყველა, მაგრამ არის ერთი რამე, რომ აი პატრიარქი ყოველთვის იყო ხალხთან. ჩვენ პატრიარქის ვიდეოებს ადრინდელს რომ ნახავთ, ყოველთვის ხალხთან იყო. გამოვიდნენ ხალხთან ერთად. არა ისე რომ მხოლოდ ამბიონიდან გამოსული შემდეგ მანქანაში ჯდები და ხალხთან ურთიერთობა არ არის. გამოვიდნენ ხალხთან ერთად დაჯდნენ, ჩვენ ქრისტე ამას გვასწავლეთ, ჩვენი პატრიარქისგან ეს ვისწავლეთ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ხალხთან ერთად და ჩვენ თამამად მამა დოროთეს, ჩვენ შეგვიძლია რომ ქუჩაში ხალხთან ერთად პური ვჭამოთ, ხალხთან ერთად კიბეზე ჩამოვჯდეთ, რუსთაველს და ხალხთან ერთად ვისაუბროთ.
წამზომი ჩართულია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვეცოდინება რა გადაწყვეტილება იქნება ანდრია ჯაღმაიძის მიერ შექმნილი კომისიის მხრიდან. მისცემენ თუ არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს კომისიაზე დასწრების შესაძლებლობას ან იმ სასულიერო პირებს, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას იმისა, რომ ხვალ მივიდნენ საპატრიარქოში და მამა დოროთესთან ერთად დაესწრონ ამ კომისიას, რომელსაც აქვს კონკრეტული კითხვები იმ სასულიერო პირის მიმართებაში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ხალხთან ერთად რუსთაველის გამზირზე დგას.